დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ პრეზიდენტის არჩევას. განცხადებას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით დანაშაულის ორგანიზატორთან მიერ განიხილება განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოყვეს მსხვერპლებს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე სახელმწიფოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებულ საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები წარსულში არაერთხელ გავუზიარეთ საზოგადოებას. გასნობებთ, რომ ქალაქ თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, რაც მათი აზრით გამოყენებულ უნდა იქნეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის. აღნიშნულის ნათელი დასტურია მილევადის საპროტესტო მუხტის პარალელურად საგულდაგულოდ შენიღბული პირების მიერ სამართალდამცველებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებული ძალადობრივი აქტები, როგორც საპროტესტო ლოკაციებზე, ისე მის მიღმა. აღნიშნულია განცხადებაში. თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, რაც მათი აზრით გამოყენებულ უნდა იქნეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის. აღნიშნულის ნათელი დასტურია მილევადის საპროტესტო მუხტის პარალელურად საგულდაგულოდ შენიღბული პირების მიერ სამართალდამცველებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებული ძალადობრივი აქტები, როგორც საპროტესტო ლოკაციებზე, ისე მის მიღმა. განსაკუთრებით საყურადღებოა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა, რაც ჩვენს მიერ განიხილება აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ სავარაუდო ეპიზოდად, რომელიც საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მიმდინარე საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. აქვე ვაცხადებთ მზადყოფნას აღნიშნულ სამსახურთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. მიღებული ინფორმაციით აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მე-6 პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას. აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით. არსებული გეგმა ვითარდება ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციებისთვის დამახასიათებელი აპრობირებული სცენარებით, მათ შორის სხვადასხვა რიტუალური სცენებით და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას. აღნიშნულს ადასტურებს ბოლო დღეებში სახეშენიღბული დესტრუქციული ჯგუფების მიერ გარე მეთვალყურეობის კამერების დაზიანების ფაქტები, როგორც პროტესტის არეალში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში გართულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება. მოუწოდებთ მოსახლეობას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ნეფსი თუ უნებლიეთ არ გახდნენ დანაშაულებრივი გეგმის მონაწილე ან მსხვერპლი. ამასთან პირადი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში შეეცადონ ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა დააფიქსირონ მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა და შეფასებები კეთდება პოლიტიკოსებში.
ხელისუფლება ემზადება ყაველაშვილის არჩევნების დღისთვის, რომ გაასუფთავოს რუსთაველის პროსპექტი და ჩვენი მოლოდინია, რომ ისინი განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდებიან პროტესტის მონაწილეებს და როგორც ჩანს სუსის მსგავსი განცხადებები ემსახურება იმ მიზანს, რომ საზოგადოების ნაწილის თვალში თქვათ არგუმენტები ჰქონდეთ, რატომ იყენებენ ესეთ გადაჭარბებულ და სასტიკ ძალას. ძალიან პრობლემატური არის ის საშუალებები, რასაც ისინი ხელისუფლება იყენებს მშვიდობიანი 100,000-ობით მომიტინგის წინააღმდეგ, განსაკუთრებით გაზის კაფსულების გამოყენება, რომელსაც ის ყრის ადამიანებში, რაც იწვევს ჭყლეტას, იწვევს ესე ვთქვათ, ადამიანებს უჭირთ სუნთქვა, გადაადგილება. სისულელე, იმიტომ რომ სუსი თვეში ერთხელ აკეთებს ესეთ განცხადებას 12 წელია. თოუბელ კვირა შეიძლება ესეთ სისულელე განცხადება გაკეთდეს. ეს არის სისულელე და ემსახურება ქართველი ხალხის დაშინებას, რაც საბოლოო ჯამში არ გამოდის, არავის არ ეშინია. როგორ შეიძლება ორ თვეში ერთხელ ატარებდეს ვინმე გადატრიალებას ახდენდეს და სუსმა როგორ მოახდინა მისი პრევენცია არასდროს არ ჩანდეს. ამიტომ სისულელეა არ ვიცი რაზეა საუბარი, რა წერილზეა, თუ ვინმე იმ ახალგაზრდების პერფორმანსმა შეაშინა, რომელიც გუშინ განხორციელდა, ეს არ ვიცი, მათი გადასაწყვეტია, პერფორმანსები იქნება ძალიან ბევრი, პროტესტი იქნება ძალიან დიდი, ხანგრძლივი, მანამ სანამ ქართველი ხალხი არ დაიპყნოს გამარჯვებას. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები პრევენციული ხასიათის და მე ეს ყველაფერი დადგენილად აღმოჩენილა ხოლმე რომ ყოფილა სიმართლე. იგივე იყო ხოლმე რამდენიმე თვის წინ, როდესაც რადიკალურ პროცესებზე საუბრობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ეს დამტკიცდა, იგივე იყო სემინარების ჩატარებასთან დაკავშირებით, სადაც რევოლუციურ სცენარებს ასწავლიდნენ, მათ შორის ახალგაზრდებს. ესეც დამტკიცდა, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ამ რადიკალურ პროცესების უკან დგას უცხოური ფული და აქაური რადიკალური ოპოზიცია და შესაბამისად ეხლა ფიქრობენ, რომ როგორმე რაღაცა ტიპის ისეთი მოვლენა იყოს, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ეხლა აი ამ პროცესებს. და ასეთი რა არის? მათი დამახასიათებელი ეგრეთ წოდებული ორი გვამი გვინდა პრინციპი. ქვეყანა უნდა იყოს ფრთხილად, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც გულწრფელად არიან დამოსული ამ საპროტესტო აქციებზე და მართლა გონიათ, რომ საქართველოს იცვლის საგარეო კურსს. დრომობა დარწმუნდებიან, რომ არაფერი ამდენგვარი არ არსებობს. დრომობა დარწმუნდებიან, რომ არც არსებობს და ვერც იარსებებს პერსპექტივაში, მაგრამ აიხლა არის მთავარი, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს და არა მარტო სამსახურებმა, სპეციალურმა სამსახურებმა, არამედ საზოგადოებამ ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები, რომელიც საქართველოსთვის იქნება დამანგრეველი და შეუქცევადი ნეგატიური პროცესების განვითარების წინაპირობა. ყურადღებით უნდა იყოს. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ბოლო დღების განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები იყო მთავარი თემა, რაზეც სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ევროკავშირის ელჩთან, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საბერძნეთის ელჩებთან და მათაც გაუზიარე ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეს არის ჩვენი მიდგომა, რომ ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები გაატაროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ღვევენ კანონს და ასეც ჰქონდა, რა თქმა უნდა, ადგილი და ამის უარყოფას არავინ არ აპირებს, მაგრამ ძირითადად მშვიდობიან პროტესტის მონაწილეებს ჰქონდეთ უფლება მშვიდობიან გარემოში გააგრძელონ საკუთარი აზრის და პროტესტის გამოხატვა. ჟურნალისტების როლი არის განუსაზღვრელად დიდი. გუშინ იყო უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე და ჟურნალისტებიც არიან უფლებადამცველები, შესაბამისად სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო და დაუშვებელია, რა თქმა უნდა, მათზე რაიმე ტიპის ზემოქმედება და განსაკუთრებით ის, რაც ვიხილეთ ბოლო დღეებში რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ, როდესაც მოქალაქეები დაესხნენ თავს და გაუსწორდნენ უსასტიკესი მეთოდები. ავამახვილებ ყურადღებას ამ არაფორმალური ჯგუფების გამოჩენაზე, რომელმაც ძალიან სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოების. არ დარჩა არავინ, ვინც არ დაგმო ეს მოვლენა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საშიში მოვლენა, როდესაც
ნიღბებში ჩაცმული ადამიანები უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს, უსწორდებიან ჟურნალისტებს, მოუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ძალიან ეფექტურად, დროულად გამოიძიოს ყველა ეს საქმე და ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, მისცეს პასუხისმგებაში დაუშვებელი არის, რომ ეს საქმეები არ იქნეს გამოძიებული, ეს კიდევ უფრო წაახალისებს კანონდარღვევებს და ჩვენ შემდგომში მივიღებთ კიდევ უფრო მძიმე სურათს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა 28-29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გამართა. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ბოლო პერიოდში გამოხატულმა სურათმა აჩვენა, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ქვეყანაში უსაფრთხო აღარაა. უფლებადამცველების განცხადებით, ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე აუცილებელია სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ მყისერი რეაგირება მოახდინოს. ადამიანის უფლებათა ცენტრის თქმით, ისინი იცავენ ტელეკომპანია ფორმულა ჟურნალისტის გურამ როგავასა და რადიო თავისუფლების ჟურნალისტის დავით ცაგარელის სამართლებრივ ინტერესებს, რომლებსაც სააპელაციო ძალები პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. უფლებადამცველების თქმით, არაერთს მათგან 3 დრომდე არ აქვს დაზარალებული სტატუსი. შესაბამისად, ცენტრი მიმართავს საგამოძიებო უწყებას, რომ დროულად მოხდეს ამ პირთა დაზარალებულად ცნობა და თავდამსხმელების იდენტიფიცირება. ჟურნალისტური საქმიანობა სამწუხაროდ არ არის უსაფრთხო და ამ მიმართულებით აუცილებელია გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, იმიტომ რომ მედია პლურალიზმის გარეშე დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იარსებებს. ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის საკითხები ექვემდებარება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ამიტომ მნიშვნელოვანია გონივრულ ვადაში გამოიძიონ ყველა ის ხელშეშლის ფაქტი, რომელიც ამ ბოლო პერიოდში განხორციელდა. 28 ნოემბრის შემდეგ 90-ზე მეტ მედიის წარმომადგენელს შეეშალა ხელი თავის პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში, რაც ძალიან დიდი ციფრი არის. მე როგორც გურამ როგავას და დავით ცაგარელის ადვოკატი, დღეს მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ხო რომ სასწრაფოდ ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, სწრაფად მოხდეს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც ეს დანაშაულები ჩაიდინეს და რა თქმა უნდა დაზარალებულად იქნენ სწრაფ ვადებში ცნობილი, ამ შემთხვევაში ორივე და ზოგადად ყველა ის ჟურნალისტი, რომლებიც გახდნენ ამ სხვადასხვა დანაშაულების მსხვერპლი და კვალიფიკაცია უნდა იყოს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს სწორად შერჩეული. ეს არ იყო მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ეს არ იყო მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტება, ეს იყო არაადამიანური და არახუმანური მოპყრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესები დილიდან მიმდინარეობდა. დილას უკვე გაიმართა ექიმ გიორგი ახობაძის პროცესი, რომელსაც გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. კერძოდ საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის შეძენა შენახვაზე. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ მაახკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა. მოსამართლემ სვანიძე ნაწილობრივ სნო ადმინისტრაციულ სამართალღებარ და სიტყვერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. ანიკა სვანიძე ცნობილი ქრის სამართალღებარ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალღებარ კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილი, ნიკა სვანიძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალღებარ კოდექსის 22 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალღებარ კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან და გამოიცხადა სიტყვები შენიშვნა, მოსამართლეობა შეგუნება საქმის გაკეთებას დასრულდა გასაგებად. ძალიან გამიკვირდა უცნაური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმის პოზიცია, წარმოუდგენელი რაღაცები საუბრა, აბსოლუტური თქმულები. თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაინც მაყოფილო ეს ასეთი რაზმები რა თქმა უნდა გაუფრთხილებლად უამრავი რაოდენობის გამოცვლიდნენ, დაგვაკავეს მე, ჩემი ძმა, ჩემი ბიძაშვილი და დაკავების მომენტში იყო ფიზიკური ანგარიშწორება, რა თქმა უნდა, რომლის აუცილებლობაც ხო რა თქმა უნდა არ არსებობდა ნული წინააღმდეგობა ჩანს, ვიდეოც არსებობს ამისი მოსამართლემაც ნახა. ჩვენი პოზიცია იყო, რომ ნიკა სვანიძე არ იყო სამართალდარღვევი, მას არ ჩაუდენია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედება. რაც შეეხება 176-ე მუხლის ნაწილში გამართლდა, ხოლო 173 ნაწილში სასამართლო ცნო დამრღვევად არ ვეთანხმები, რადგანაც ნიკას მხრიდან არანაირ პოლიციისადმი წინააღმდეგობას ადგილი არ ქონია.
ადგილი აქვს მოქალაქეთა სისტემურ წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა ასობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც. ჩვენ გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ თითოეული ასეთი ფაქტი მოქალაქეთა წამების, ცემის, ძალის გამოყენებით დაკავებისა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშწორების შესახებ დოკუმენტირდება ჩვენს მიერ. თითოეული ფაქტის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობასაც ვაწვდით. ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის საქართველოს ევროპული ორბიტის დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისის თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახური ასეთ ფაქტზე არ რეაგირებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დამნაშავე პირები იდენტიფიცირებულები არიან. 28 ნოემბრის შემდეგ არის 460 პირზე მეტი დაკავებული, აქედან 430 დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და 31 სისხლის სამართლის ბრალდების საფუძველზე. 300-ზე მეტი პირი დაკავების და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას და არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას. 80-ზე მეტ პირს დასჭირდა ჰოსპიტალში გადაყვანა. დაახლოებით პირთა ასაკი მერყეობს 15 წლიდან 60 წლამდე. დაკავებულებს შორის არის ასევე 10 უცხო ქვეყნის მოქალაქე. ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს ამ საქმეების დოკუმენტირება და შესაბამისი მსვლელობა, როგორც გითხარით. პასუხისგებაში მიცემული არის ამ ეტაპზე 0 პოლიციელი. თითოეული ფაქტის შესახებ ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობას. აქ არის წარმოდგენილი როგორც კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტის აღწერა, ასევე შესაბამისი, ესე ვთქვათ, ვიდეო და ფოტო მასალები. იგივენაირად ვაგროვებთ ინფორმაციას ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების და მათი საქმიანობის ძალადობრივი მეთოდით ხელშეშლასთან დაკავშირებით და ეს ინფორმაციები ეგზავნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებით რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდება. მართულ გუნდში განმარტავენ, რომ ცვლილებების ინიციირება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის სრულყოფის მიზნით ხდება. ოპოზიცია კანონში შესატან ცვლილებებს საჯარო მოხელეებზე ზეწოლის მექანიზმად განიხილავს. მათ ამ შეფასებას უსაფუძვლოს უწოდებს მმართველი გუნდი და განმარტავს, რომ ცვლილებების მიზანი კანონმდებლობის დახვეწა. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს არაერთი პრეცედენტი დადგენილი საჯარო სამსახურთან დაკავშირებით, საჯარო მოხელებთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში თუ ისინი არალეგიტიმურ პარლამენტში ამას გააკეთებენ, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმ დაპირების შესრულებას, რაც წმენდას უკავშირდება იმ საჯარო მოხელეების, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად ხმა მოიღეს. არის საკითხები, რომელიც ინსტიტუციურად გადაწყვეტილებების მიღების დროს ხელის შემშლელი ფაქტორები უნდა გამოირიცხოს, უნდა იყოს მოხლილი და სამართლიანი სისტემა, იქ არის კონკრეტული მოხლები, კონკრეტული რეგულაციები, რომელიც დახვეწას საჭიროებს, მხოლოდ ამ საკითხიდან გამომდინარე, პრომეტად კანონის სრულყოფის მიზნით ხდება ადეკვატური ცვლილებების შეტანა. აქ არანაირ დასჯაზე არ არის საუბარი, ეს არის საკანონმდებლო სივრცე, რომელიც საჭიროებს დახვეწას და ის აუცილებლად იქნება ისეთი მოქნელი, ისეთი დახვეწები, როგორც ეს საჯარო სისტემას ჭირდება. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი სისტემატურად იხვეწება ხოლმე იმ გამოვლენილი ხარვეზების მიხედვით, რაც მუშაობაში აისახება. შესაბამისად ეს ცვლილებებიც არის მიმდინარე. თავისთავად ის ფაქტი, რომ არანაირი რაღაც რეპრესიები ან არანაირი რაღაც დაპირისპირება საჯარო სამსახურში არ ხდება. ჩვენ ასეთ რეჟიმში განვიხილავთ უამრავ ცვლილებას კანონებში, რომელიც მიმართული არის მხოლოდ იმიტომ, რომ კანონები გახდეს უფრო ეფექტიანი და უკეთ იყოს შესაძლებელი მართვა. ჩვენ არაერთხელ შევიტანეთ ცვლილება კანონმდებლობაში, მათ შორის საჯარო სექტორში მეტი ეფექტურობის გაზრდის მიზნით და გამომდინარე აქედან ბუნებრივი პროცესი არის ეს და ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, იმიტომ რომ საჯარო სექტორი მუდმივ დახვეწას საჭიროებს და გამომდინარე აქედან არის ეს ცვლილებები. ჩვენ ვიცით, რომ როგორც ჭირდება განვითარება საჯარო სექტორს, ასევე ჭირდება წახალისება, მათ შორის ახალგაზრდებს, რომ საჯარო სექტორში შევიდნენ და ამას ემსახურება ეს ცვლილებები. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო პარლამენტს ფინანსთა მინისტრმა. მომდევნო წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 32 მილიარდ 4 მილიონი ლარი იქნება. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით ყველაზე დიდი თანხა 8 მილიარდზე მეტი მომავალ წელსაც ჯანდაცვის სამინისტროს მიემართება. ასევე 200 მილიონი ლარით გაიზრდება განათლების უწყების დაფინანსება.
მომავალი წლისთვის ბიუჯეტი ეზრდებათ თავდაცვის, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს. ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეც. მისი თქმით, 2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 54%-ს გადააჭარბა. –2025 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს სოციალური მიმართულებით. ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად განსაზღვრულია 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26.7%-ია. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია ზრდა 35 ლარით ოდენობით 450 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსიის ზრდა მაღალმთიან რეგიონებში 540 ლარამდე. უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის დგას ჩვენს სამართალდამცავებზე, მათ გამართულ მუშაობაზე, მათ ერთგულებაზე, სამშობლოსადმი, კონსტიტუციისადმი და ხელფასები ნამდვილად არ არის ადეკვატური იმ საფრთხეების, იმ გამოწვევის და იმ შრომისა, რაც მათ წინაშე, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ეს არის ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, საშუალოვადიანი პერიოდის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა 4 წლის განმავლობაში ხელფასების ზრდას 10%-ის ოდენობით ყოველწლიურად, თუმცა ამ შემთხვევაში ეს დაკორექტირდა და კონკრეტულად ერთ წლის შემთხვევაში ძალოვან სტრუქტურების ხელფასები გაიზარდა 20%-ით, რაც ჯამში დაახლოებით 60%-იანი ზრდა გამოვა ჯამურად ხელფასების, ხოლო სხვა ძალოვან სტრუქტურებში, ხოლო სხვა დანარჩენ, ასე ვთქვათ, უწყებებში დაახლოებით 50%-ამდე ზრდა. საბავშვო ბაღებში დასაქმებული აღმზრდებისა და პერსონალის ხელფასებს. აქ თქვენ ბრძანეთ, რომ მატება არის დაგეგმილი, თუ შეიძლება უფრო დეტალურად გითხრათ. მომდევნო წლის განმავლობაში ეს არის 125 ლარიანის და რაც დაახლოებით ამ ეტაპზე დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე დაახლოებით 20%-იანი ზრდა არის, ანუ იმაზე მაღალი ზრდა არის ვიდრე ზოგადად საჯარო სექტორში და უფრო მაღალი ზრდა ამ მიმართულებით მომდევნო წლებშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ უფრო სწრაფად მოხდეს, ასე ვთქვათ, ადეკვატური ხელფასების ადეკვატური დონის მიღწევა ამ ნაწილში. კინოაკადემიის წევრები და კინოსფეროს წარმომადგენლები კინოს სახლში შეიკრიბნენ და კინოაკადემიის გამგეობისგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვას მოითხოვდნენ. აკადემიის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ინსტიტუციის სახელით გამგეობის გადაწყვეტილების გარეშე განცხადებას ვერ გაავრცელებდა. კინოაკადემიის წევრებმა გამგეობის მოწვევა მოითხოვეს. ნაწილი აქ ვართ კინოაკადემიის წევრები და ჩვენ ვადგენთ ამ წერილს, თუმცა ხელს აწერენ დღეს კრებას და შეკრებას დასწრებული ადამიანებიც, არა კინოაკადემიის წევრები და ეს წერილი ჩვენი მიზანია, რომ არათუ მიმართვა, არამედ კინოაკადემიის იმ ნაწილის სახით გამოქვეყნდეს უკვე, ვინც ვაწერთ ხელს და აუცილებლად მოვუწოდებთ, ან შეგვიძლია რა თქმა უნდა შეიძლება ჯერ დალოდება, მივმართავთ ჩვენვე კინოაკადემიის წევრებს, ყველას უკლებლივ მივმართავთ ამ წერილით და ვთხოვთ, რომ დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია. მე არა ვარ კინოაკადემიის წევრი, მე ის დავტოვე რამდენიმე წლის წინ, როცა სალომე ჯაშის ფილმი აკრძალეს, დემონსტრაციულად დავტოვე, ამიტომ მე ახლა მოვედი აქ როგორც კინემატოგრაფისტი და ვუჭერ მხარს იმ ორ მთავარ პოსტულადს, რომელიც არის ამ განცხადებაში. ეს არის დაუყოვნებლივი გათავისუფლება დაკავებული ადამიანების აი მანიფესტაციების დროს და სახლებიდან აყვანილი უკანონოდ და მეორე არის დაუყოვნებლივი არჩევნების ჩატარება. ჩვენ ცხადია ვართ ძალიან შეშფოთებულები იმის გამო, რაც ხდება ქვეყანაში, რომელიც უკავშირდება აი ასეთ სისასტიკეს, უსამართლობას, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას, რაც საბოლოო ჯამში დამთავრდება ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჩამოშლით და დაკარგვით. და ამიტომ გვაქვს ისევ და ისევ იგივე მოთხოვნები, რაც ყოველდღიურად აქციაზე არის გახმოვანებული. გმობთ ძალადობას ერთი ვართ სოლიდარულები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არაფრის გამო ისჯებიან ციხეებში,
ყველას შეიძლება სახელგვარი არ მახსოვს, მაგრამ ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ხადაძე, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ახლა ციხეში დაუშვებელია, სასტრაფოდ უნდა იყვნენ გამოშვებული. ცემა ქუჩაში. წამება და კიდე მთავარი აღარ მაინტერესებს არც ერთი პოლიტიკური პარტია, არც ნაცი, არც ქოცი, არაფერი. ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, ქვეყნის რუსეთისკენ წათხრევა არის აბსოლუტურად დაუშვებელი. და რაც შევთავაზე გამგეობას და რასაც გთავაზობს თქვენ, არის ერთი ის, რომ მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ დილიდან დაიწყებს რეკვას, აგერ ვიცით უკვე რომ ბატონ ბესოს არ ცალია 3 საათამდე, ქალბატონ ლანას ცალია 4 საათის მერე, შესაბამისად საორიენტაციო დროს ავიღებთ 4 საათს და 4 საათზე იქნება ხვალ გამგეობის ხდომა. ყველა ვეცადოთ, რომ ყველას ერთმანეთს მივაწვდინოთ ხმები და უბრალოდ გამგეობის ფორუმი შეიქმნას.